მუნდიალის პარალელურად კვარას პარიზში გვაქვს უამრავი სიახლეები. ჩარშან თუ შემადგენლობის შენარჩუნებაზე ჰქონდათ გაკეთებული აქცენტი, პარიზელებს წელს როგორც ჩანს პირიქით. შემადგენლობის გადახალისება აქვთ განზრახული. და აი გუშინ ფაბრიციო რომანომ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კოდივუარის ნაკრების ლიდერი იან დიამანდი, რომელსაც ვადევნებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თვალს და ძალიან მაგარ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, ლივერპულში გადასვლას ამჯობინა პარიზში გადასვლა, რაც პარიზელებს სავარაუდოდ დაახლოებით 100 მილიონი დაუჯდებათ. ეს ძალიან სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური ვინგერი, რომელიც სტილისტიკურად ანტუან სემენიუს ფორმატის ფეხბურთელი. ასევე დიამანდის ტრანსფერის პარალელურად PSG აქტიურად მუშაობს კიდევ ერთი ახალგაზრდა ფრანგი ტალანტის მაგნეს აკლიოჩის ხელში ჯაგდებაზე. აკლიოჩი ხა მონაკოს ფეხბურთელია, ისიც ვინგერია, თუმცა უფრო სიღრმიდან უყვარს თამაში და როგორც ჩანს, აკლიოჩის ტრანსფერი იქნება კანინლის ჩამნაცვლებელი, რომელსაც თავის მხრივ ძალიან აქტიურად უკავშირებენ მადრიდის ატლეტიკოს და თვლი რომ ეგ ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებს ისეთ გუნდში გადასვლას, სადაც თამაშის საშუალება ექნება რა. ასევე ისეთი უკვე გადაწყვეტილი ტრანსფერი, ბეჭედ დარწმუნებული ტრანსფერი არის ის, რომ პარის ტოვებს გონსალო რამოსი, მილანში გადადის დაახლოებით 70 მილიონად. როგორც ამბობენ, რუბენ ამორიმის მთავარი მოთხოვნა იყო რამოსის მიყვანა მილანში. ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში საკმაოდ გადახალისებულ PSG-ს ვიხილავთ.